დღეს ვისაუბრებთ ესე იგი იმაზე, რომ ალექსანდრე დიუმა სინამდვილეში არის ალექსანდრე პუშკინი. ეხლა ზოგიერთი გამომწერისთვის მე ვიცი რაღაცა სრულ ბოდვას და სიგიჟეებს ვქადაგებ აქედან მესმის, რომ სრული აბსურდი რაღაცა სისულელეებს და სიგიჟეებს ვლაპარაკობ, მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ მოусმინეთ, კაცო, რა ვიცი, თავისუფალებაო, ევროპაო, სიტყვის თავისუფლებაო, გვინდაო და აგერ ბატონო მოусმინეთ თავისუფლად განსხვავებული აზრი, მოსაზრებები, თეორიები, ზოგი კონსპირაციულია, ზოგი არაკონსპირაციულია და ასე შემდგომ. მოკლედ რა, ადამიანებს გვაქვს გონება იმისთვის, რომ შეგვიძლია გადავხარშოთ და გადმოვხარშოთ. სახში ხო არავის უვარდები, კაცო. გინდა თუ არა ეს დაიჯერეთ ხო? არ ხზე ვანთავსებ მე ინფორმაციებს, ისეთ საინტერესო ინფორმაციებია, როგორ არ უნდა დავდო, აი პროსტ არ ვიცი. შემიდა ხო? ოდა, ამიტომ ეხა მე რასაც მოვყვები, მე აი როგორ თემა არის იცით რომ ეს არის ვერსია. ანუ ოფიციალურად მე ვაჟღერებთ რომ ეს არის ვერსია, რა თქმა უნდა, მას ახლა ვინ დაამტკიცებს, ვინ არის ამის დამტკიცებელი. მაგრამ არსებობს ინფორმაციები, რომლებსაც მე ვკითხულობ, ყველა არა, მცირედი, მაგრამ ეგრევე ვხვდები რომ ეგ-ეგრეა. აი ეს ეგრევე მიხვდები რომ ეგ-ეგრეა. აი პუშკინი არის სინამდვილეში, ანუ ალექსანდრე დიუმა არის სინამდვილეში პუშკინი რა. ეს ალექსანდრე დიუმა არის გამოგონილი ფსევდონიმი რა. მოკლედ ამიტომ ახლა სანამ იმ თეორიას წავიკითხავ, რაც თარგმნეს სხვადასხვა წყაროებიდან, ჯერ მოდი გავეცნოთ პირველ რიგში ალექსანდრე პუშკინის ცხოვრებას რა. ეს რა არის, ესე იგი რაღაცა ბიბლიოთეკის გვერდია. ხო და აქ ხა წლების ამბავში ცოტა ძველ და ახალ სტილებში არევა ცოტა თარიღებში. მოკლედ ალექსანდრე პუშკინი დაიბადა 6 ივნისი, ახალი სტილით, ძველი სტილით 26 მაისი, მოსკოვში 1799 წელსო და გარდაიცვალა ახალი სტილით 10 თებერვალს, ძველი სტილით 29 იანვარს 1837 წელს პეტერბურგში. რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი. ხო და, ესენი ალექსანდრე პუშკინი დაგუგლეთ და თუ რამე ან სტარად მექნება ინფორმაცია, ან რამეს ვერ წავიკითხავ სწორად, გადავლეთ თვალე. პუშკინი, ალექსანდრე პუშკინი 1799-1827 წელი. რუსი მწერალი და პოეტი, ანუ ეს ოფიციალური ვერსია წავიკითხოთ ჯერ. რუსი მწერალი და პოეტი, ახალი ლიტერატურისა და ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელია რუსეთში. მან სალიტერატურო ენამ დაუახლოვა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას, ის იყო რეალისტი, მის შემოქმედებაში მაღალმხატვრულად აისახა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე სინამდვილე, ცხოვრება და შემოქმედება. ალექსანდრე პუშკინი დაიბადა მოსკოვში, მშობლებს მის აღზრდაში თითქმის არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ. ერთ წამს გავადიდო ბოდიში. მშობლებს მის აღზრდაში თითქმის არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ. მამამის სერგეი პუშკინს, აზნაურთა გვარის ძველი წარმომადგენელს და დედას ნაჯეჟდა ჰანიბალს, პეტრე პირველის მიერ აღზრდილი აფრიკელი აბრაამ ჰანიბალის შვილიშვილი. მხიარული და უდარდელი ცხოვრება უყვარდათ. ბალმასკარადებზე სიარულს არ იკლებდნენ. ალექსანდრესა და მის და-ძმას ფრანგი გუვერნიორები, დეიდა მარიამ ჰანიბალი და ძიძა გლეხი ქალი არინა როძიანოვნა ზრდიდნენ. ძიძა მათ უყვებოდა ზღაპრებს, იცოდა ხალხური ზნეჩვეულებანი, უამრავი ანდაზა და თქმულება. ბიოგრაფია. 1811 წლიდან პუშკინი სწავლობდა ლიცეუმში, რომელიც ამავე წელს გახსნეს ცარსკოეს სელოში პეტერბურგის მახლობლად. ლიცეუმს უნდა მოემზადებინა სახელმწიფო აპარატისთვის საჭირო მოხელეები, მაგრამ იგი გადაიქცა თავისუფალი აზროვნების ერთ-ერთ კერად. ლიცეუმი დახურული სასწავლებელი იყო, ამიტომ მოსწავლეებს 6 წლის განმავლობაში იქიდან გასვლა ეკრძალებოდა. ლიცეუმელები ქმნიდნენ წრეებს, უშვებდნენ ხელნაწერ ჟურნალებს. ლიცეუმმა პუშკინისა და მისი წრის მეოხებით თავისუფალი აზროვნების ბუდის სახელწოდებით გაითქვა სახელი. ამ წრეში შედიოდნენ პოეტი ანტონ დელვიგი, მომავალი დეკაბრისტები ვილგელმ კიუხელბეკერი, ივანე პუშინი და სხვა. ლიცეუმის მასწავლებლებზე უდიდესი გავლენა იქონია
1812 წლის სამამულო ომმა ლიცეუმელთა რევოლუციურ პატრიოტულ შეხედულებათა გაძლიერებას ხელი შეუწყო. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა და ცარსკოეს სელოში დაბანაკებულმა ჰუსართა პოლკმა ლიცეუმელები მეგობრობდნენ პოლკის წევრებთან, მოწინავე ოფიცრებთან, განსაკუთრებით პიოტრ ჩადაევთან, რომელსაც პუშკინმა ლექსი მიუძღვნა. პეტერბურგში 1817 წელს პუშკინი ამთავრებს ლიცეუმს და გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში, სადაც ინიშნება საგარეო საქმეთა კოლეგიაში მდივნად. ის ვერ ეგუება ჩინოვნიკურ სამსახურს. 1819 წელს პუშკინი შევიდა ახალ დაარსებულ საზოგადოებაში, რომელსაც ზელენოია ლამპა, მწვანე სანათური ერქვა. ეს იყო დეკაბრისტულ ფარული ორგანიზაციის საიუზ ბლაგადენსტვია, კეთილდღეობის კავშირი, ერთ-ერთი ლიტერატურული ფილიალი. პუშკინის პეტერბურგში ცხოვრების პერიოდს დაემთხვა დეკაბრისტული მოძრაობის აღმავლობა. თავად პუშკინი არ იყო ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ მათთან პირადი და იდეური მეგობრობა აკავშირებდა. გადასახლებაში პუშკინის ლექსების დაბეჭდვას ვერავინ ბედავდა, მაგრამ ისინი ვრცელდებოდა ხელნაწერი სახით და დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. დეკაბრისტები პუშკინის ლექსებს კითხულობდნენ კრებებზე და არიგებდნენ ჯარის ნაწილებში. ალექსანდრე პირველს პუშკინი საშიში ადამიანად მიაჩნდა. ერთხელ ცარსკოეს სელოში სეირნობისას იმპერატორმა პუშკინის ყოფილ მასწავლებელს, ლიცეუმის დირექტორს ალექსანდრე ენგელგარტს უთხრა, საჭიროა პუშკინის გადასახლება ციმბირში. მან წალიკა მთელი რუსეთი აღმაშფოთებელი ლექსებით. მთელი ახალგაზრდობა იზეპირებს მათ. პუშკინი გაციმბირებას გადარჩა, მაგრამ ალექსანდრე პირველის ბრძანებით 1800 წელს სამხრეთში გადაასახლეს. ის ჩადის ეკატერინოსლავში, ახლანდელი დნეპროპეტროვსკი, სადაც უნდა ემსახურა სამხრეთ კოლონისტთა ხელმძღვანელთან, გენერალ ივანე ინზოვთან. იქ პუშკინმა დნეპრში იცურავა და გაცივდა. მას სტუმრად ეწვია სამამულო ომის გმირი გენერალ რაევსკის შვილი ნიკოლოზი, პოეტის დიდი მეგობარი და რომელიც პეტერბურგიდან კავკასიაში მიემგზავრებოდა. რაევსკის თხოვნით გენერალმა ინზოვმა პუშკინს სამკურნალოდ გაუშვა კავკასიაში. სანამ პუშკინი კავკასიასა და ყირიმში მოგზაურობდა, გენერალ ინზოვის კანცელარია ეკატერინოსლავიდან გადაიტანეს კიშინიოვში, რომელიც დეკაბრისტების ბუდე იყო. პუშკინი მათ წრეში ტრიალებდა. 1823 წელს პუშკინი კიშინოვიდან გადაიყვანეს ოდესაში ნოვოროსისკის გენერალ-გუბერნატორ გრაფ მიხეილ ვორონცოვთან. პოეტსა და გენერალს შორის ურთიერთობა იძაბებოდა. ვორონცოვი ქედმაღლურ და დამამცირებელ დამოკიდებულებას იჩენდა პუშკინისადმი, რომელიც თავის მხრივ მწვავე ეპიგრამებით უმასპინძლდებოდა გენერალ-გუბერნატორს. ვორონცოვი მთავრობას გამუდმებით პუშკინის უარყოფით დახასიათებას აგზავნიდა და ბოლოს თავისას მიაღწია. პოეტი ოდესიდან სოფელ მიხაილოვსკოეში, ფსკოვის გუბერნია, მისი მშობლების მამულში გადაასახლეს ადგილობრივი მმართველობის მეთვალყურეობის ქვეშ. სოფელში პუშკინი კიდევ უფრო ახლოს ეცნობა ხალხურ შემოქმედებას, გლეხთა ცხოვრებას. აქ მან 5 წელი გაატარა. გადასახლებაში პუშკინმა დაწერა პოემები კავკასიის ტყვე, ყაჩაღი ძმები, ბოშები, ბახჩისარაის შადრევანი. ამ ნაწარმოებებს უწოდეს სამხრეთული პოემები. ახალი ეტაპი იყო არა მარტო პუშკინის იდეურ შემოქმედებით განვითარებაში, არამედ საერთოდ რუსულ ლიტერატურაში. ამ ნაწარმოებებით პუშკინი გვევლინება პროგრესული რომანტიზმის ფუძემდებლად რუსეთში. პუშკინის რომანტიზმში გამოვლინდა რეალისტური ტენდენციები. 1824 წელს მან დაიწყო ბორის გოდუნოვის წერა. პუშკინი გადასახლებაში იმყოფებოდა, როცა დეკაბრისტები აჯანყდნენ. აჯანყება დამარცხდა. პუშკინს ადარდებდა მეგობრების ბედი. ხელისუფალნი დარწმუნდნენ, რომ თუმცა პოეტი
საიდუმლო საზოგადოების წევრი არაა, თავისი რევოლუციური ლექსებით დიდ როლს ასრულებს დეკაბრისტულ მოძრაობაში. იმპერატორმა გადაწყვიტა ან მკაცრად დაესაჯა, ან დაემორჩილებინა. 1826 წელს პუშკინი ჩაიყვანეს მოსკოვში იმპერატორთან. ნიკოლოზ I-ის შეკითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა 14 დეკემბერს პეტერბურგში რომ ყოფილიყო, პუშკინმა უპასუხა: ჩავდგებოდი აჯანყებულთა რიგებში. მეფემ თავი ისე დაიჭირა, თითქოს დაკმაყოფილდა მისი გულწრფელი აღიარებით და მამობრივი პატიების სცენა გაითამაშა. იმპერატორმა პოეტს თითქოს ყველაფერი აპატია. სინამდვილეში კი მან პუშკინი მესამე გაყოფილებას გადააბარა და ჟანდარმთა შეფს ალექსანდრე ბენკერდორფს დაავალა თვალყური ედევნებინა მისთვის. ამიერიდან ნიკოლოზ I-ის ნებართვის გარეშე პოეტს არათუ რაიმეს დაბიჭდვა არ შეეძლო, არამედ დაბიჯის გადადგმაც კი. 1829 წელს პუშკინი სამხედრო გზით თბილისში ჩამოდის. აქ ის უშუალოდ გაეცნო საქართველოს კულტურას, მას ისტორიულ წარსულს. მერე ალექსანდრე დიუმაც ხო იყო მე მგონი ჩამოსული, მე როგორც ვიცი. მაგრამ როგორც ისტორიიდან მახსოვს, ალექსანდრე დიუმაც იყო მერე თბილისში ნამყოფი. ანუ იგივე პუშკინი. იცოდა რა გზა ჩამოვიდა. მის ისტორიულ 1829 წელს პუშკინი სამხედრო გზით თბილისში ჩამოდის. აქ ის უშუალოდ გაეცნო საქართველოს კულტურას, მის ისტორიულ წარსულს. პუშკინს ეკუთვნის მცირე ტრაგედიები ძუნწი რაინდი, მოცარტი და სალიერი, ქვის სტუმარი, რხინი ჟამიანობის დროს. ეს უკანასკნელი ინგლისელი პოეტის ჯონ უილსონი ფსევდონიმი ქრისტოფერ ნორზ პოემის ჭირის ქალაქი The City of the Plague თავისუფალი თარგმანია. სიცოცხლის ბოლო წლები. 1831 წელს პოეტმა ცოლად შეირთო ნატალია გონჩაროვა. დაქორწინების შემდეგ ცოლთან ერთად სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში. პუშკინი კმაყოფილი იყო ოჯახური ცხოვრებით, ლამაზი და საყვარელი მეუღლით, მაგრამ ეს საამური ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე მას მძიმე საზოგადოებრივი და ოჯახური პრობლემები შეექმნა. იმპერატორმა ახალი ძალით დაუწყო ბრძოლა თავისუფლების მოყარე პოეტს და ამ ბრძოლაში ბრმა იარაღად მისი მეუღლე გამოიყენეს. ნატალია გონჩაროვას უყვარდა მეფის კარზე გამართულ წვეულებებზე სიარული და თაყვანისმცემელთა ყურადღება, რაც ეჭვიანობის საბაბს იწვევდა. ამ პერიოდში პეტერბურგში ჩამოდის ჟორჟ დანტესი. იგი იშვილა რუსეთში ჰოლანდიის ელჩმა ბარონმა იაკობ გეკერენმა, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა. გვარდიის ოფიცერი, ფუქსავატი, უზნეო, მაგრამ ლამაზი დანტესი, რომელიც მამობილის მეშვეობით პეტერბურგის სასახლის წრეებში მიღებული იყო. ყველა ღონეს ხმარობდა, რათა კარის კაცთა ყურადღება მიეპყრო და კარიერა გაეკეთებინა. დანტესმა პუშკინის ცოლს დაუწყო არშიყი. ნატალიაც არ გაურბოდა დანტესთან შეხვედრას, რაც ათასგვარი ჭორებისა და მითქმა მოთქმის საბაბი გახდა. პუშკინს ანონიმურ წერილებს წერდნენ. პოეტმა ვერ აიტანა შექმნილი ვითარება და 1837 წლის 26 იანვარს გეკერენს მკვახე წერილი გაუგზავნა. ამ წერილის მიღებისთანავე დანტესმა პუშკინი დუელში გამოიწვია. დუელი შედგა მეორე დღეს 27 იანვარს, აქ საუბარია ძველ სტილზე. დანტესმა გაისროლა სწორედ იმ დროს, როცა პუშკინი უმიზნებდა. დაჭრილი მწერალი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იმპერატორის განკარგულებით პუშკინი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დაკრძალეს მიხაილოვსკის მახლობლად. ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დაკრძალეს ოფიციალურ ვერსიაში წესწერია. დაკრძალეს მიხაილოვსკოეს მახლობლად, სვიატოგორსკის მონასტერში. მიუხედავად ჯოჯოხეთური პირობებისა, პოეტი თავისი ცხოვრების ამ უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ პერიოდის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს პროზას, აგრეთვე წერს შესანიშნავ პოემებს, ზღაპრებსა და ლექსებს. მე რა პოემებს და ლექსების ჩამონათვალია, აქ ხა აღარ შეგაწყეთ თავს. გადავიდეთ ახლა პირდაპირ რა მოხდა სინამდვილეში. ჩემთვის ეს რეალობაა, თქვენ როგორც გინდათ. თქვენთვის იყოს ვერსია. აი გაყალბებული ისტორიის ამბავშია და ეხლა თან პლუს ეს 1700 რომელიც ხო მე 1700-იან მოდიში როდის დაიბადა 1799-იო, ხო? აი ეს პერიოდია 1799 წელს დაიბადა პუშკინი. ანუ
ეს ის პერიოდია, ანუ რომელი გამოდის მე-18 საუკუნის ბოლო, ხო? აი მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნის დასაწყისი, აი თითქმის 1 საუკუნე ნახევრის განმავლობაში მიდიოდა ჩატვირთვა სინამდვილეში, ანუ როდესაც ჩვენი ცივილიზაცია ჩაიტვირთა. იმის იქით უკვე არც საფლავები არსებობს, არც ნასახლარები არ არსებობს. ციხესიმაგრებზე ვისაუბრეთ, რაც არის ჩემი პირადი აზრით, მიწისქვეშ ამოსასრულელებია უბრალოდ. და რა ვთქვი, და ხეები, ძირთადად ტყეები დარგულია უკვე ეგრე მე-19 საუკუნეში და ეხლა რაღაც ხეებზე რო იძახიან, რომ 100 წლის არის და 1000 წლისა, 200-300 წლის ხეებია, ეგეც არ არის 1000 და 1500 წლების. ხო, ეხლა წავიკითხოთ, ხო. მაგრამ აი როდესაც პუშკინი იბადება, მაგ პერიოდში იწყება დაწყებულია უკვე ცივილიზაციური ჩატვირთვა რა. ჩვენი ცივილიზაციის ჩატვირთვა. წავიკითხოთ ეხლა. მე მგონი ყველა მიცის რომ პუშკინი სინამდვილეში დიუმაა. არა? კარგი, მაშინ მომისმინა. ყველაზე ცოტა ის ფაქტი რომ პუშკინი დუელში დანტესმა მოკლა 1827 წელს. ეს სიცრუეა. პუშკინი მუცელში დაჭრეს და მან რამდენიმე დღე ისე იცოცხლა რომ სისხლისგან იცლებოდა და ამ დროს წერილი მიწერა ნიკოლოზ პირველს დაემშვიდობა ოჯახს და დაწერა უკანასკნელი სიტყვა. ისე ჟღერს როგორც სისულელი, არა? მით უმეტეს რომ მისი დაკრძალვაც კი ძალიან უცნაური იყო. იგი დახურული კუბოთი დაასაფლავეს და სასახლის გარშემო ჟანდარმერია იდგა და მიცვალებულთან ახლოს არავის არ უშვებდნენ და დასაფლავებას მისი ოჯახიც არ ესწრებოდა. ახლა კი მოდი დალაგებულად მოყვეთ რა მოხდა სინამდვილეში და როგორ გააყალბეს მორიგი ისტორია. პუშკინი იმპერატორზე მუშაობდა და ის ფაქტი რომ ის ოპოზიციონერი იყო, ეს უბრალოდ ყალბი გამოსახულებაა. მთელი მისი უთვალავი გადასახლება, რომლის გამოც სავარაუდოდ იგი დაზარალდა, ეს სინამდვილეში საფარია. ისეთიო საფარი, როგორც დღეს ოპოზიცია რომ ვითომ მთავრობას უდგას წინააღმდეგობაში და სინამდვილეში მთავრობისგან ფინანსდება. გადასახლების ნაცვლად იგი ალექსანდრე დიუმას ფსევდონიმით საფრანგეთში გადავიდა სამუშაოდ. პუშკინის მკვლელობის გამო დანტესის სიკვდილით უნდა დაესაჯათ, რადგან დუელები აკრძალული იყო. მაგრამ რატომღაც ამის ნაცვლად იმპერატორმა იგი საფრანგეთში გადაასახლა, სადაც ის პარიზში რუსეთის საელჩოში მუშაობდა და საფრანგეთის სენატორის თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა. პუშკინი ფარული ჯაშუში იყო. კი თქვენ იტყვით, რომ პუშკინი ვერ მოასწრებდა ერთდროულად ამდენი ნაწარმოების დაწერას თავისი და დიუმას სახელით და პლუს კიდევ კრემლის სამსახური შეესრულებინა, მაგრამ პუშკინმა დიუმას ფსევდონიმით სხვისი ნამუშევრები შეიძინა სხვადასხვა უსახელო პირებისგან, რომლებსაც ფული სჭირდებოდათ და პუშკინი ამ ნაწარმოებებს ალექსანდრე დიუმას სახელით აქვეყნებდა. ამ თეორიის დამადასტურებელი კიდევ რამდენიმე ფაქტი. დიუმას წიგნი გრაფ მონტე-კრისტო, ეს წიგნი იმაზეა თუ როგორ ასამართლებენ მთავარ გმირს იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია. იგი გარბის და თავს მკვდრად ასაღებს. მთავარ გმირს დანტესი ჰქვია. პუშკინი დანტესზე წერს და აკეთებს მინიშნებას იმაზე, თუ როგორ გარბის თვითონ და თავი მკვდრად როგორ გამოაცხადა. ასევე დიუმამ დაწერა რკინის ნიღბიან პატიმარზე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პატიმარი რკინის ნიღაბში სინამდვილეში პეტრე პირველია, რომელიც შეცვალეს, ხოლო ნამდვილი პეტრე პირველს თავზე რკინის ნიღაბი გაუკეთეს და სატუსაღოში ჩაკეტეს. პუშკინმა რა თქმა უნდა იცოდა პეტრე პირველის შეცვლის შესახებ, რადგან პუშკინი იმპერატორზე მუშაობდა. ასევე სხვა ფაქტიც. პუშკინის სიკვდილის შემდეგ დიუმა გამოსცემს წიგნს ფარიკაობის მასწავლებლის ჩანაწერები. ან ნახევარი წელი სანქტ-პეტერბურგში, რომელშიც დეკაბრისტებისა და ლიცეუმის შესახებ ისეთ დეტალებში აღწერს, რომ ეგრევე გასაგები ხდება, რომ ამის დაწერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და ლიცეუმში სწავლობდა. ამასთან ერთად ამ წიგნის გამოშვების შემდეგ ეს წიგნი ეგრევე რუსეთში აკრძალა ნიკოლოზ პირველმა. თქვენ ალბათ იკითხავთ, რომ რა პუშკინს საფრანგეთში ვერავინ იცნობდა, რადგან იგი საფრანგეთშიც ცნობილი იყო. და როგორ უნდა იცნოთ, პუშკინის ფოტო არ იყო, თითების ანაბეჭდი არ იყო და დნმ არ იყო. აი როგორ უნდა იცნოთ პუშკინი, თუ ვინმე იტყოდა რომ დიუმა პუშკინს გავდა, ის ამას იტყოდა იმ გაგებით, რომ ეს უბრალოდ დამთხევააო. აბა შეხედეთ ახალგაზრდა დიუმას პორტრეტს, ეს უბრალოდ ულუაშებიანი პუშკინია.
ნიკოლოზ როგორც კი ნიკოლოზ პირველი გარდაიცვლება, დიუმა ეგრევე მიემგზავრება რუსეთში და ზუსტად იმ ადგილებს გაივლის და მოინახულებს, სადაც პუშკინი დადიოდა ხოლმე. აბა შეხედეთ წლებში შესულ ალექსანდრე დიუმას პირდაპირ გასუქებული პუშკინია. და რაში სჭირდებოდა პუშკინს სიკვდილის ინსცენირება? უბრალოდ იგი დაიღალა იმ ხმაურით, რაც მის გარშემო რუსეთში ტრიალებდა და გადაწყვიტა ასე ვთქვათ ჩრდილში გადაენაცვლა. ამიტომაც მოიფიქრა ეს ყველაფერი და ახალი ცხოვრება საფრანგეთში დაიწყო. ამის შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ ეს პიარის გამოხატვას არ ნიშნავს, რადგან პუშკინი რუსეთის კულტურისთვის დიადი პიროვნებაა და მისი ცნობადობის შემცირება არავის სურს.